დღეს გადაცემა ექიმებში. სიმპტომები, რომლებიც ნაწლავურ ინფექციას მიანიშნებენ. მაღალი ტემპერატურა, ღებინება, ნაწლავთან გახშირებული მოქმედება. დაიცავით თქვენი შვილები ამ პრობლემისგან. როგორ შეიძლება გადაგედოთ ვენერიული დაავადება სქესობრივი კავშირის გარეშე? ვენერიული დაავადება ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია, მაგრამ არასქესობრივით, როდესაც გადაგედება, ეს მთლად უარესია. არის თუ არა საშიში მსხვილი ნაწლავის პოლიპი? იმან რაზეც ახლა ვისაუბრებთ, შეიძლება თქვენი სიცოცხლე გადაარჩინოს. კურნალობის მეთოდები, რომლებიც ვენური უკმარისობის სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ. თავისუფალ დროს შეგეცავთ ან ვივარჯიშოთ, ან ვირბენოთ. ექიმებთან მიღებაზეა ლელა წურწუმია. ადრენალინის მოზღვავება. ნახეთ ნინო ექიმის გაბედული ნაბიჯი. გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის მეტად საინტერესო სამედიცინო თემებზე. გიჟდები ზაფხულზე, მოკლედ. თელი წელი რო ესეთი სტუდია გქონდეს, არ შეიძლება? ძალიან ლამაზია მართლა. აი, იქნებოდა. ჩვენი სამსახურებიდან გამომდინარე ზღვაზე ჩვენ ვერ მივდივართ და ჩვენთან მაინც მოვიდეს ზღვა. გადაბრუნდით, ხა გადაბრუნდით, დაიწვით უკვე სახეზე. არა, მე არ ვიწვევ. მე დამცავი კრემი მისვია. აჰა, დათო. თუ ზაფხულია და მზეა და პლაჟია, იქაც სიმინდით აქვე. მარილი გინდა? აუცილებლად. მოყარ. აჰა. ერთი. გემრიელია? აი ცხელია ხო თან? მარილი ხო არაკლია? გინდა დაგიმატებ. აი. ისე ადამიანები რომ ამბობენ ზაფხულზე გიჟდებიო, სინამდვილეში შვებულებაზე გიჟდებიან დასვენებაზე და ასე შემდეგ. აბა სიცხე ვის უნდა? ეგ როგორ არის? ზაფხული და შვებულება ერთმანეთთან ასოცირდება და ამიტომ შვებულება ჩვენთვის ჯერ ცოტა ადრე, ამიტომ ჯერ საქმეს მივხედოთ და მაყურებლის შეკითხვაც მოვისმინოთ. გამარჯობა ექიმებო. ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩემ შვილს, რომელიც 2 წლის არის, მუცლის პრობლემები აღენიშნება. მაგალითად, დიარეა და გულისრევა. ხომ ვერ მეტყვით, რისი ბრალი შეიძლება იყოს? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. დიარეა, ანუ გახშირებული ნაწლავთან მოქმედება შეიძლება იყოს ბევრი რამის მიზეზით. მაგრამ ზაფხულში ბავშვებში ყველაზე ხშირად ეს სიმპტომები ნაწლავურ ინფექციებს უკავშირდება ხოლმე. ნაწლავური ინფექციები შესაძლოა დაგვემართოს დაბინძურებული საკვების, წყლის მიღების შემდეგ. ზაფხულში ბავშვები ეზოში თამაშობენ, ხელებს ხშირად არიბანენ, შემდეგ ამ ხელებს პირში იდებენ. მაღალ ტემპერატურაზე კი საკვებიც მალე ფუჭდება და რა თქმა უნდა ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს, რომ ზაფხულის განმავლობაში ნაწლავური ინფექციები ძალიან ბევრ პატარას ემართება. საერთოდ ნაწლავური ინფექციები ხშირ შემთხვევაში არ არის ძალიან საშიში და მას ორგანიზმი თავის თამარცხებს, ანუ ჩარევა არ ჭირდება, არც მედიკამენტოზური მკურნალობა არ არის ხოლმე საჭირო, მაგრამ არის იშვიათად ისეთი გართულებები, რომელიც შესაძლოა დადგეს ძალიან ცუდი შედეგები, ასე ვთქვათ, როგორც არის სიკვდილი. მსგავსი საშიშროება რომ თავიდან ავირიდოთ და მაქსიმალურად ვიყავთ დაცულები გართულებისგან, საჭიროა ბოლომდე ვუყუროთ გადაცემის ამ ნაწილს. ჩვენ ახლა პედიატრი შემოგვიერთება და გვასწავლის როგორ დავიცვათ საკუთარი შვილები ავსი ინფექციების დროს. მიესალმეთ ჰუმანიტი ჯორჯიას მოწვეული სპეციალისტი, ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე. ეს ნამდვილად უცილო სუფთაა და თანაც სასარგებლო და შეგიძლიათ მიირთოთ. თუ შეიძლება გითხარით ორი სიტყვით, რა იწვევს ნაწლავურ ინფექციას? ძირითადი გამომწვევი მაინც არის ნაწლავთა ვირუსული ინფექცია, დაახლოებით 70-80% შემთხვევაში საქმე გვაქვს ნაწლავთა ვირუსული ეტიოლოგიასთან. რომელსაც დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ღებინება, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება და საკმაოდ ხშირად თან ახლავს ხოლმე სისხლიანი დიარეა, რომელიც საკმაოდ ხშირად გვერევა ნაწლავთა ბაქტერიულ ინფექციაში, რომელიც დაახლოებით 10-15% შემთხვევაში გვხვდება, ეს არის შიგელოზით განპირობებული ნაწლავთა ინფექცია, სალმონელოზით განპირობებული და ეშერიხია კოლი, ანუ ეგრეთ წოდებული მოგზაურთა დიარეის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი. და ცალკე უნდა გამოყოთ კვებითი ტოქსიკოინფექცია. აი თქვენ სიმინდი მირთვით ხო, ანუ საზამთრო იყო ზღვის ნაპირას დაჭრილი, აი ეს არის სწორედ ერთ-ერთი გამომწვევი ნაწლავთა კვებითი ინფექციების. ანუ გამომწვევი არა გვაქვს, ანუ დაბინძურებულია ტოქსინით, ამ შემთხვევაში აი ეს ტოქსინი იწვევს უშუალოდ ამ ზოგად ინტოქსიკაციას, ღებინებას, დიარეას, ანუ გამომწვევი არა გვაქვს ამ შემთხვევაში იდენტიფიცირებული. ანუ მარტივად რო ვთქვათ, დაავადების გამომწვევი ყველაზე ხშირად არის ვირუსი,
შეიძლება იყოს ბაქტერიით გამოწვეული და ზოგ შემთხვევაში შეიძლება მიკროორგანიზმი საერთოდ არ მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში, უბრალოდ მათი ტოქსინი მოხვდეს პირდაპირ აი საკვების სახით. აუცილებელია რომ ნებისმიერი პროდუქტი თერმულად იყოს სწორად დამუშავებული და შესაბამისად ის შევინახოთ ისეთ პირობებში რომ არ გაფუჭდეს. მოვათავსოთ თუ გზაფხულის პერიოდია მაგალითად სალათებს საკმაოდ ხშირად მაიონეზიან სალათებს არ აუძლია ხოლმე რეკომენდაციას ბავშვებს რომ მირთვან, ამიტომ აუცილებელია მათი მოთავსება მაცივარში. თუ ბავშვი არის ხელოვნურ კვებაზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საკვებზე მითითებული ნორმები, უნდა დავიცვათ ის ნორმები, რაც არის ამ საკვების შენახვისთვის აუცილებელი. ბავშვისთვის ყველაზე კარგი საკვები ეს არის დედის რძე. დედის რძე არის ოქროს სტანდარტი ბავშვის კვების. ანუ შესაბამისად, ბავშვი თუ არის ძუძუთი კვებაზე, იქ მაქსიმალურად იქნება თავიდან ნაცილებული ან სწორედ ამ ნაწლავთა ინფექციებისაგან. ბავშვს შესაძლოა ღებინება და დიარეა აქვს ხოლმე, ანუ ნაწლავური ინფექციის ნიშნები არის ხოლმე, ძალიან უყვართ ხოლმე ეს სიტყვა პაციენტის მშობლებს ენტეროვირუსი აქვს ბავშვს ამას ამბობენ ხოლმე. რატო გონიათ რომ ყველა ნაწლავური ინფექცია ენტეროვირუსია? ენტეროვირუსი არის აბსოლუტურად სხვა ჯგუფი დაავადებებისა. შეიძლება ახლდეს ღებინება, შეიძლება ახლდეს დიარეა, მაგრამ სხვა ნოზოლოგიით მიმდინარეობს. ეს არის ართრიტები, მენინგიტი, კანზე გამონაყარი, ეგრეთ წოდებული ხელფეხპირის დაავადება და ასე შემდეგ. ანუ სულ სხვა კლინიკა ახასიათებს. აუცილებელია მუდმივი მეთვალყურეობა პაციენტზე და სწორი და დროული შეფასება იმისა, რომ პაციენტი მოვათავსოთ თუ არა სტაციონარში. ნაწლავთა ვირუსული ინფექცია პრაქტიკულად უკვალოდ გაივლის. დაახლოებით 90% შემთხვევაში ბინის პირობებზე ამბულატორიულად ეს ინკურნება. მთავარი გართულება ნაწლავთა ინფექციების ეს არის გაუწყლოვნება. შესაბამისად, ექიმმა აუცილებლად უნდა შეაფასოს გაუწყლოვნების ტიპი. ამიტომ აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხეებით დატვირთვა. პირველივე ეტაპზე, როცა ჩვენ გვაქვს ღებინება, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, შეიძლება ეს სითხე სახლშიც მომზადოთ, თუ არა გვაქვს ელექტროლიტური ხსნარები, აუცილებლად ის უნდა შევთავაზოთ რაღაც 5-7 წუთიანი ინტერვალით ეს სითხე, მცირე ულუფებით, რომ ეს სითხე მაქსიმალურად შეირგოს. ეს განსაკუთრებით საშიშია უფრო მცირე ასაკის ბავშვებში, იმიტომ რომ ისინი ძალიან სწრაფად კარგავენ ამ სითხეს და მისი შევსება შეიძლება სახლის პირობებში შეუძლებელი იყოს, განსაკუთრებით თუ ესეთი ხშირი და შეუპოვარი ღებინება აქვს ბავშვს, მაგრამ შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშვებშიც და პატარებშიც შეგვიძლია ესეთი მეთოდი გამოვიყენოთ სახლში, ჩვენ თვითონვე დავამზადოთ სარეჰიდრატაციო საშუალება, ასე ვთქვათ, ხო? ის ხსნარი, რომელიც შეავსებს პაციენტის ორგანიზმს საჭირო რაოდენობით სითხითა და მიკროელემენტებით. ამ ხსნარის დასამზადებლად დაგვჭირდება 9 ლიტრი წყალი, სუფრის მარილი, შაქარი და ლიმონი გემოსთვის. 1 კოვზი მარილი, 2 კოვზი შაქარი და რამოდენიმე წვეთი ლიმონი შეგვიძლია დავამატოთ. რამოდენიმე წვეთი ლიმონი შეგვიძლია ესე ჩაუწუროთ პირდაპირ ამას. უკეთესი გემო ქონდეს, იმიტომ რომ მაინც და მაინც გემრიელი ეს ხსნარი არ არის. საერთოდ ცნობილ შეცდომას უშვებენ ხოლმე მშობლები ასე დროს ერთბაშად უნდა თქონდეს რომ ძალიან ბევრი სითხე დაალევინონ ბავშვებს და ეს ღებინებით თავდება ხოლმე, ასე რომ ეს აუცილებლად უნდა გახსოვდეს რომ ძალიან პატარ-პატარა ულუფებით მუდმივად შევთავაზოთ, თუნდაც თითო ჩაის კოვზი აი ეს სითხე. გუჯის მოქმედება ხშირია, ასევე ხშირია ღებინება. რა ეპიზოდი ითვლება უკვე იმ კრიტიკულ მომენტად, როდესაც უნდა ბავშვი მივიყვანოთ აუცილებლად ექიმთან და არ ვიფიქროთ არანაირად თვითმკურნალობაზე. თუ ბავშვს აქვს განმეორებითი ღებინება, მრავალჯერადი ღებინება, დაახლოებით 10-15 ჯერ, ბავშვი არის მივარდნილი, კარგავს დიდი რაოდენობით სითხებს, ლეთარგიულ მდგომარეობაშია, ვერ შემოდის კონტაქტში, აუცილებელია მისი დროული ჰოსპიტალიზაცია ან ექიმთან მიმართვა. უკვე ექიმი თვითონ აფასებს ამ გაუწყლოვნების ნიშნებს, რით იხდება გაუწყლოვნების ნიშნების შეფასება, ეს არის კაპილარული ავსება, ანუ როცა ჩვენ ვაჭერთ დაუშვათ რჩხილის ფალანგზე, დაახლოებით 3 წამზე მეტი უნდა იყოს კაპილარული ავსება, არ უნდა შეივსოს, კანის წევლადობა არის ასეთ შემთხვევაში დაქვეითებული და ასეთ შემთხვევაში უკვე ექიმი თვითონ აფასებს, ეს შეუძლია ამ პაციენტს მხოლოდ ორალურად დაიტვირთოს, ანუ ბინაზე მიიღოს ეს სარეგისტრაციო მარილები, თუ აუცილებელია მისი დროული ჰოსპიტალიზაცია. მარტივად რო უთხრა ჩვენ მაყურებელს, თუ თქვენი პატარა სითხეს კარგავს და თქვენ ამ სითხეს სახლის პირობებში ვერ შეავსებთ მის ორგანიზმში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. და აქვე დავამატებ, რომ ნაწლავთა ინფექციების დროს საკმაოდ ხშირად ინიშნება ხოლმე თვითნებურად არარაციონალურად ანტიბიოტიკები, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, იმიტომ რომ არასწორად დანიშნულმა ანტიბიოტიკმა შეიძლება მიგვიყვანოს ნაწლავური ინფექციის ერთ-ერთ გართულებამდე, როგორც არის მაგალითად თითქმის სწავე უკმარისობა, საშიში ფატალური დაავადება, თუმცა ნაწლავთა ინფექციებს საკმაოდ ხშირად თან განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში შეიძლება ახდენს ისეთი გართულებები, როგორც არის ტოქსიური მეგაკოლონი, სწავე აპენდიციტი, ნაწლავთა გაუვალობა, ყურადღებობას ნამდვილად არ ურჩევა არავის და აქვე შეიძლება ვასწავლოთ მაყურებელს რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისთვის, რომ ბავშვი მეტნაკლებად ზაფხულში დაცული იყოს ნაწლავური ინფექციებისგან. ეს არის პირველ რიგში პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა. ხო, ეს არის ხელების მაქსიმალურად ხშირად დაბანვა საკვების მიღებამდე და საკვების მიღების შემდეგ. მაქსიმალურად საკვების სწორად თერმულად დამუშავება
სწორად თერმულად დამუშავებული საკვების მოთავსება ისეთ პირობებზე, რაც აუცილებელია მისი მაქსიმალურად ხანგრძლივი ვადით შენახისათვის. როცა ვყიდულობთ დაუშვათ ხილს ან ბოსტნეულს, აუცილებელია მისი გამდინარე წყლის მოთავსება, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, ეს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მინიმუმ მაინც უნდა იყოს გამდინარე წყალში. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნაწლავთა ინფექცია დაახლოებით 70-80% შემთხვევაში თვითგანკურნებადია. ჩვენ არ უნდა განვიხილოთ ისე, რომ აუცილებელია მასი ჰოსპიტალიზაცია. 90% შემთხვევაში ამბულატორიულ პირობებში ნაწლავთა ინფექცია სწორად და დროულად ჩატარებული მკურნალობის ფონზე აუცილებლად დროულად ალაგდება. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს საინტერესო რჩევებისთვის. მშობლებო, თქვენ კი გაითვალისწინეთ, რომ ნაწლავური ინფექციის გაჩენა საკმაოდ მარტივია ზაფხულში, ასე რომ ფრთხილად იყავით და სიმპტომების შემჩნევისთანავე მიიღეთ ზომები, რომლებზეც დღეს ვისაუბრეთ. აქვე ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ კომპანია Humanity Georgia-ს თანამშრომლებისთვის. ცოტა ხანში ექიმებში. მსხვილი ნაწლავის პოლიპების დიაგნოსტიკა. იმან რაზეც ახლა ვისაუბრებთ, შეიძლება თქვენი სიცოცხლე გადაარჩინოს. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, როგორც მათივე სახელიდან ჩანს, რა თქმა უნდა, სქესობრივი გზით გადადის. თუმცა არის შანსი, რომ ასეთი დაავადება სექსის გარეშეც გადაგედოთ. დღეს ჩვენ გაჩვენებთ სამ გზას, თუ როგორ შეიძლება ვენერიული დაავადება გადაგედოთ სქესობრივი კავშირის გარეშე. პირველი გაჩერება იყოს ტუალეტი. გაგიკვირდებათ, მაგრამ უნიტაზი შეიცავს საფრთხეს, რომ მისი დახმარებით ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანს რაიმე ბაქტერია ან ვირუსი გადაედოს. დაგამშვიდებ და აქვე გეტყვით, რომ ეს საფრთხე ძალიან დაბალია, რადგან აი ეს დასაჯდომი არის ცივი და მშრალი და ის არ არის კარგი გარემო ბაქტერიების გამრავლებისთვის და თითქოს ასეთ პირობებში ბაქტერიას არ შეუძლია ცხოვრება. მაგრამ თეორიულად დაავადების გადადება მაინც შესაძლებელია. საფრთხე არსებობს იმ შემთხვევაში, თუ საპირფარეშოში მალევე შეხვედით იმ ადამიანის შემდეგ, რომელიც ატარებს ვენერიულ დაავადებას და მას აქვს კანზე მცირე ნაკაწრი, ანუ კანის თლიანობა აქვს დარღვეული. მისგან ვირუსი ან ბაქტერია ან ვენერიული დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმი შეიძლება გადავიდეს უნიტაზის აი ამ საჯდომ ზედაპირზე და უნიტაზიდან მოხვდეს თქვენს კანზე. ზუსტად ამიტომ გახსოვდეთ, რომ როდესაც საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობთ, არასოდეთ დაჯდეთ უნიტაზის აი ამ საფარ ზედაპირზე, თუ ის არ არის სათანადოდ დამუშავებული და არ არის დაცული სათანადო ჰიგიენური ნორმები. ჩვენ დამუშავების წესებს ვერ დავადგენთ, რამდენად დამუშავდა, ამიტომ არსებობს შესაბამისი პაკეტები, რომლის გაშლა შეიძლება ზედ და ხდება ამ შემთხვევაში უსაფრთხო. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივ ტუალეტებში ჯობია რომ დასაჯდომი საერთოდ არ იყოს. საზოგადოებრივ ტუალეტებში უნდა იყოს დაცული ჰიგიენის ნორმები, შესაბამისი პაკეტები და შესაბამისი შეფუთვებით არის სპეციალური უნიტაზები, რომელზეც ზედ არის მიმაგრებული, ალბათ ყველას გინახავთ კარგად ცივილურ რესტორნებში ეს ყველაფერი, ან ისეთ მაღალი ხარისხის და კლასის დაწესებულებებში, სადაც ეს რისკები პრაქტიკულად მოხსნილია. ნუ თუ ეს საშუალება არ არის, მაშინ უნდა იყოს არა უნიტაზი, არამედ აი ესეთი ტიპის, აი სოფლებში როა ჩეჩმას რო ეძახიან, ესეთი ტიპის ფეხზე დასადგომი და კონტაქტი კანსა და ზედაპირ შორის გამოირიცხოს. კონტაქტი არ მოხდეს და ამასთან განსხვავებით პოზა, ასე ვთქვათ, კუჭის მოქმედებისთვის ფიზიოლოგიური პოზა ის გახლავთ და არა, ვთქვათ, უნიტაზზე კომფორტულად ჩამოჯდომა. შემდეგი საფრთხე იმალება პირსახოთში. ნუ რასოდეს გამოიყენებს სხვა ადამიანის მიერ გამოყენებულ პირსახოთს. ისეთი ინფექცია მაგალითად, როგორიც არის ტრიქომონიაზი, შეიძლება პირსახოციდან გადაგედოთ თავისუფლად. ამ პარაზიტს შეუძლია ნესტიან და სველ პირსახოთზე 45 წუთის განმავლობაში შეინარჩუნოს თავისი სიცოცხლის უნარიანობა და შესაბამისად დაავადება გადაედოს სხვა ადამიანს ზუსტად ამ თვისებებიდან გამომდინარე. ზუსტად ასეთივე საფრთხე არსებობს საპარზეც, საპარსი ინარჩუნებს დიდხანს სისველეს, ანუ ნესტიან გარემოს, რაც შესაბამისად კარგი გარემოა ბაქტერიების გამრავლებისთვის და ძალიან კარგი საშუალება ერთი ადამიანიდან გადაედოს მეორეს. უნდა მოვერიდოთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ სხვა ადამიანის საპარსი და არც ჩვენი არ უნდა ვათხოვოთ სხვას. ერთი შეხედვით ეს ძალიან მარტივი და ელემენტარულია და თითქოს ამ წესებს ყველა უნდა იცავდეს, თუმცა დამიჯერეთ, რომ ნამდვილად არსებობენ ადამიანები, ვინც ამ ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვისგან იკავებს თავს. არსებობს კიდევ ერთი გზა, რითაც შეიძლება სქესობრივი გზით დაავადება გადაგედოთ. ეს არის კოცნა. კოცნის დროს ძნელია ვირუსებზე და ბაქტერიებზე იფიქრო, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის სისხლში არსებობს ჰერპესის ვირუსი. ჰერპესის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა. უბრალოდ განსხვავება არსებობს მის ტიპებში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული ლაბიალური ჰერპესი, როდესაც ტუჯზე არის ესეთი გამონაყარი და საკმაოდ მტკივნეული, ასევე ასეთი გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს გენიტალიებზეც, რასაც უკვე გენიტალური ჰერპესი ქვია. სხვათა შორის შეიძლება კოცნის მომენტში ადამიანს წყლული არ ქონდეს ტუჯზე, მაგრამ ჰერპესის ვირუსი მაინც გადაგება
გადაგედოთ მისი ნერწყვით. მოკლედ, როგორც დავინახეთ, საფრთხეები იქაც შეიძლება არსებობდეს, სადაც მათ ნაკლებად ელით, ასე რომ გამოიჩინეთ სიფრთხილე, დაიცავით პირადი ჰიგიენა და არათხოვოთ თქვენი პირადი ნივთების ხვებს. ვენერიული დაავადება ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია, მაგრამ ჩემი აზრით არასქესობრივით, როდესაც გადაგედება ვენერიული დაავადება, ეს მთლად უარესია. პირველ შემთხვევაში სექსი მაინც შეგრჩება, მეორე შემთხვევაში არც სექსი გაქვს და თან დაავადება. და მე თავი უნდა იმართო, საიდან გადაგედო. იმან რაზეც ახლა ვისაუბრებთ, შეიძლება თქვენი სიცოცხლე გადაარჩინოს. არ ვაზვიადებ რჩევას, რომლის მოცემასაც ახლა ვაპირებთ, ადამიანების გადარჩენა ნამდვილად შეუძლია. ძალიან ბევრისგან გვესმის მოწოდება, რომ ქალების შემთხვევაში წავიდნენ სკრინინგ პროგრამაში და ჩაიტაროს ძუძუს სკრინინგი, საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის სკრინინგი. მამაკაცების შემთხვევაში კი მოწოდება არის, რომ ჩავიტაროთ პროსტატის ჯირკვლის გამოკვლევა. ეს ძალიან სასარგებლო რჩევებია ნამდვილად, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი რამ, რაზეც ძალიან ხშირად არ საუბრობენ, მაგრამ რაც ასევე ძალიან აუცილებელი. გეთანხმები, ნინო ძუძუს და ფილტვის კიბოს შემდეგ სტატისტიკურად მესამე ყველაზე გავრცელებული სიმსივნე ეს არის ნაწლავების სიმსივნე, კერძოდ მსხვილი ნაწლავის სიმსივნე, მაგრამ ასევე წვრილი ნაწლავშიც ვითარდება სიმსივნე. ამ მათში სტატისტიკურად მსხვილი ნაწლავი პირველ ადგილზეა ვიდრე წვრილი. თავდაპირველად არც ამ სიმსივნეს აქვს სიმპტომები, როგორც სხვა დანარჩენებს. ერთადერთი გზა რჩება იმის, რომ დროული დიაგნოსტიკით შეუძლოთ სიცოცხლის გადარჩენა, ეს არის სკრინინგი, რეგულარული ჩატარება სკრინინგული კვლევის კოლონოსკოპიის. მე ხა შევეცდები გაჩვენოთ, რა არის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა სიმსივნის განვითარების, განსაკუთრებით მსხვილ ნაწლავში. კუჭის შემდეგ იწყება ნაწლავები, რომელიც არის წვრილი ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის სახით წარმოდგენილი. მსხვილი ნაწლავი გახლავთ აი ეს ნაწილი ახლავთ წვრილი ნაწლავი. მსხვილი ნაწლავი ბოლოვდება ანალური ხვრელით და ზოგადად ნაწლავები გახლავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბოლო რგოლი, ბოლო ნაწილი. სწორედ ნაწლავების საშუალებით ორგანიზმიდან გამოიდევნება ნარჩენები და ასევე ნაწლავების საშუალებით ხდება იმ საჭირო ნივთიერებების შეწოვა, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ყოველდღიური ნორმალური ფუნქციონირებისთვის. განსაკუთრებით საყურადღებო გახლავთ ის, რომ ნაწლავების შიგნითა კედლებზე შეიძლება განვითარდეს წარმონაქმნები, პოლიპები. ეს პოლიპები ერთი შეხედვით შეიძლება იყოს აბსოლუტურად უწყინარი წარმონაქმნები, ლორწოვანის გამონაზარდები, რომელიც ნაწლავში კოლონოსკოპიით დათვალიერების დროს შესაძლოა გამოიყურებოდეს აი ასე. განსაკუთრებული ზომების ცვლილება თუ არ არის, ის შეიძლება საჭმლის მომნელებაში არანაირ დაბრკოლებას არ ქმნიდეს. თქვენ მონიტორზე ხედავთ, როგორ ვითარდება პოლიპები, როგორი არის მათი ზრდა. ლორწოვანის უჯრედების დაყოფის ხარჯზე წარმოიქმნება ეს ეგრეთ წოდებული პოლიპები, რომელიც აი ესეთი ტიპის წარმონაქმნებია და ზუსტად აი ესე გამოიყურება ჩვეულებრივ ნაწლავში არსებული პოლიპიც. თვითონ პოლიპები მაინც და მაინც საშიში არ არის, როგორც აღვნიშნეთ, მაგრამ შესაძლოა გადაიზარდოს სიმსივნეში. ამიტომ თუ დროულად ჩავიტარებთ სკრინინგს და ამ პოლიპს აღმოვაჩენთ და მე შესაბამისად მოვიშორებთ, ჩვენ ამ გზით კიბოს განვითარებას ან სრულიად ავირიდებთ თავიდან, ან რისკებს გარკვეულწილად შევამცირებთ. ამ მულაჯისთვის კი ძალიან დიდი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს. თუ რა გზები არსებობს იმისთვის, რომ ეს პრობლემა დროულად აღმოვაჩინოთ და აღმოვფხვრათ, ამ შეკითხვაზე სპეციალისტი გვიპასუხებს. მიესალმეთ პროქტოლოგი, ენდოსკოპისტი გიორგი მერაბიშვილი. ახალგაზრდა შემოქმედებს გიორგი, და შეიძლება გაგვიმარტეთ თუ როგორ ხდება ამ პრობლემის დიაგნოსტიკა და შემდგომში რა თქმა უნდა მკურნალობა ამ პრობლემას როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქვია მსხვილი ნაწლავის პოლიპი. დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიღებულია ენდოსკოპიური კვლევის წარმოება, კერძოდ კოლონოსკოპია, რომლის დროსაც ხდება პოლიპების არამარტო ვიზუალური შეფასება, არამედ გარკვეული პროცედურების წარმოებაც. ანუ მარტივად რო აუხსნათ მაყურებელს, ეს არის მსხვილი ნაწლავის დათვალიერება შიგნიდან ენდოსკოპიური მეთოდით. და შეგვიძლია ვნახოთ ვიდეოზე თუ როგორ ტარდება ეს პროცედურა. ყველა კვლევა წარმოებს სედაციის პირობებში, ანუ პაციენტს ძინავს. ამ დროს ხდება ლორწოვანის შეფასება შიგნიდან, კამერით შევდივართ უკანა ტანიდან და ხდება დეტალური დათვალიერება სწორი და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის. მთელი სიგრძე მსხვილი ნაწლავის თვალიერდება და ეს წარმონაქმნია თუ არ ვწდები. ეს გახლავთ ადენომური პოლიპი და ერთადერთი გზა, რომელთაც შეგვიძლია ვიპოვოთ ეს პოლიპი, არის კოლონოსკოპია. კოლონოსკოპიით დათვალიერება. მე როგორც ვიცი, ასევე შეიძლება კოლონოსკოპიით მკურნალობაც რაღაც ეტაპზე. ამ შემთხვევაში რა ხდება და რა მექანიზმია? პოლიპების უმრავლესობის მკურნალობა ხდება ენდოსკოპურად, პოლიპექტომიის სახით. წინასწარ სპეციალური დიათერმული მარყუჟის საშუალებით ხდება ამ პოლიპების მოკვეთა. პაციენტი აცდება იმ დიდ ქირურგიულ ჩარევას, რომელიც მოსალოდნელია მსგავსი სიტუაციების დროს. როგორც ვიდეოზე ჩანს, მარყუჟი მოთავსდება პოლიპზე, ამ მარყუჟში გადის ელექტროდენი და ამ ელექტროდენის
საშუალებით ხდება მისი მოჭრა. ანუ მოჭრა და სისხლდენის შეჭრება ხდება პარალელურ რეჟიმში. ეტაპზე, ესე ვთქვათ. მე მაქვს ესეთი კითხვა გიორგი შენთან. მოვჭერით პოლიპი და კარგია, ყველა ბედნიერი ვართ, მე ეს თქვენს პაციენტიც, რა შვებით მე ვაგრძელებთ სკრინინგს, კვლევას, დაკვირვებას, რა პერიოდში, რა სიხშირით უნდა გავიკეთოთ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს პოლიპი იგზავნება მორფოლოგიურ დიაგნოსტიკაზე და მორფოლოგიური დიაგნოზის მიხედვით გადაწყდება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. გადაგვარების შემთხვევაში მკურნალობის შემთხვევაში მკურნალობას აგრძელებენ ზოგადი ქირურგიის მეთვალყურეობის ქვეშ. ამ პროცედურების დროსაც ნებისმიერ კვლევას ესწრება ზოგადი ქირურგი და ზოგადი ქირურგის თანდასწრებით ხდება ნებისმიერი ენდოსკოპიური პროცედურა. პაციენტი ან გააგრძელებს დინამიურ ენდოსკოპიურ კონტროლს, ან გადაბარდება ქირურგებს შემდგომი ოპერაციული მკურნალობის მიზნით. დავუშვათ ადამიანი, რომელსაც არ აწუხებს არანაირი სიმპტომი, არანაირი კლინიკური გამოვლინება და აი 47-ის არის რა შვებით ამ შემთხვევაში. კოლონოსკოპიის სკრინინგი, ხო ეჭვი როგორ უნდა მიიტანოს და რა ასაკიდან იწყება? ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში არის ეს დეფეკაციის რიტმის მოშლა თუ ნებისმიერი სახის გამონადენი სწორი ნაწლავიდან არის ჩვენება, თუნდაც სისხლის სახით ეს არის ჩვენება ენდოსკოპიური კვლევის და წარმოქმნის. თუ შეიძლება ასაკი რო გითხრათ, ზუსტად რა ასაკიდან არის აუცილებელი 50 წლიდან წელიწადში ერთხელ მოსახლეობამ უნდა ჩაიტაროს ენდოსკოპიური კვლევა, კერძოდ კოლონოსკოპია. რამე განსხვავება თუ არის ქალბატონებსა და მამაკაცებს შორის სიხშირეში ან დაკვირვების მამაკაცებში რისკი მაღალია ქალებთან შედარებით 1/3-თან. ეს არ ნიშნავს, რომ ქალებმა არ ჩაიტანონ შესაბამისი კვლევა. თავარი აქ ის არის, რომ ის რაც წელს პოლიპია, ერთ წელიწადში შესაძლოა იყოს სიმსივნე. ასე რომ დაყოვნება არ შეიძლება, თუ უკვე ხართ 50 წელს გადასცილებული, თქვენთვის კოლონოსკოპიის ჩატარების დროა. 50 წლის შემდეგ რისკი იზრდება, თუმცა მსხვილი ნაწლავის პოლიპი შესაძლოა ნებისმიერ ასაკში გაჩნდეს და აღმოაჩნდეს ადამიანს. ამიტომ 50 წელს არ უნდა დაელოდოთ, თუ ხართ ჭარბწონიანი, ასევე ხართ მწეველი, ან მსხვილი ნაწლავის პოლიპების საოჯახო ისტორია გვაქვს, თქვენ აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ ენდოსკოპიური კვლევა, კოლონოსკოპია. თუ ეს პოლიპი უკვე გადაგვარებულია, დიაგნოსტირებულია და გადაზრდილია სხვა პროცესებში, მას სჭირდება ბევრად სხვა მკურნალობა და სხვა ტიპის ჩარევა, ვიდრე არის კოლონოსკოპია ან მარტივად თუნდაც დიაგნოსტიკა, რომელზეც ახლა ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. მიესალმეთ ზოგადი ქირურგი ირაკლი ფიფია. მოგესალმებით, ქირურგი ბანკაროს წყალისთვის სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავისთვის. ნაწლავს როგორ უხდება თან, ხო ვიცით ჩვენ. ჩვენ საკმაოდ მტკივნეულ პრობლემაზე ვსაუბრობთ. რა ხდება მაშინ, როდესაც პაციენტს დაესვა დიაგნოზი, რომ პოლიპი გადაიქცა სიმსივნეთ უკვე, ან ძალიან მაღალი რისკი აქვს სიმსივნეთ გადაქცევის. იმ შემთხვევაში, როდესაც ანუ ამ პოლიპის ქსოვილი შეიცავს ავთვისებიან კომპონენტს, ანუ არის გარკვეულწილად ავთვისებიანი უჯრედები, მაშინ დგება უკვე ოპერაციის საკითხი. ანუ უფრო კეთდება უფრო მასშტაბური ოპერაცია, ონკოლოგიური პრინციპების დაცვით ხდება იმ დაზიანებული ნაწლავის სეგმენტის რეზექცია, ანუ მოკვეთა. შეგვიძლია ვნახოთ ფოტოები, ეს არის ჩვეულებრივი პოლიპები, რომელიც ერთი შეხედვით მართლა უწყინარია, ლორწოვანის წანაზარდია, მაგრამ მათი ენდოსკოპიური მოკვეთა აუცილებელი. ეს ერთ-ერთი გიგანტური დიდი ზომის პოლიპია, რაც ბევრი ენდოსკოპის არ ექნება ესეთი პოლიპი ნანახი. ეს უკვე პირდაპირ სიმსივნეთ გადაქცეული პოლიპი. ეს ბოლო შემთხვევა, ალბათ ის შემთხვევა, როდესაც კითხვაც არ დაისმის, რა ვქნათ ექიმო. მაგრამ მაინც რა ვქნათ ამ დროს? პოლიპები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არის რამოდენიმე ჯგუფი, არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც გადაგვარების რისკი არის უფრო მაღალი. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი, რომ პოლიპი უნდა იქნეს მოკვეთილი მთლიანად, რადგან მოხდეს მისი მორფოლოგიური შესწავლა სრულად. იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც ნაწილობრივი იკვეთება პოლიპი და შეიძლება ის ავთვისებიანი უჯრედები მორფოლოგიის დროს ვერ იქნეს ნანახი. ამიტომ პირველი ეტაპი, რასაკვირველი არის კოლონოსკოპიური კვლევა, იკვეთება პოლიპი და შემდეგ მორფოლოგიური პასუხის მიხედვით ხდება პაციენტის მკურნალობა. თუ არის აქ ავთვისებიანი სიმსივნე, უკვე იგეგმება ოპერაციული მეთოდით მკურნალობა, თუ არ შეიცავს პოლიპი ავთვისებიან სიმსივნეს, ხდება პირველ ეტაპზე მოკვეთა, ხოლო შემდეგ დინამიკაში დაკვირვება. ხშირად ავახსენებთ ჩვენ ოჯახურ ანამნეზს. თუ არის რაიმე გენეტიკური კვლევა, რომელიც პასუხისმგებელია კოლორექტული სიმსივნის განვითარებაზე? მოგეხსენებათ, რომ უმეტეს შემთხვევებში უჯრედები მრავლდებიან თავისი წესის მიხედვით, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში ხდება ამ უჯრედების გამრავლება იმ დროს, როდესაც არ არის საჭირო. რასაკვირველია, ოჯახური ანამნეზი ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ბოლოს დროა გავიგოთ,
როგორ უნდა აირიდოთ თავიდან მსხვილი ნაწლავის პოლიპები და მათი გართულებები. აქ არის წარმოდგენილი საუკეთესო საშუალებები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ საკვებად და დაგვეხმაროს პოლიპებისგან გამოწვეული გართულების თავიდან აცილებაში. როდესაც დაგიდასტურდებათ დიაგნოზი პოლიპი, მოკვეთის შემთხვევაში ან არ მოკვეთის შემთხვევაში თქვენ ვალდებული ხართ ცვლილებები შეიტანოთ თქვენს კვებით რაციონში. იმ შემთხვევაში გაქვთ თუ არ გაქვთ პოლიპი, რეკომენდებულია მიირთვათ ძალიან დიდი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და რაც თავარია შეამციროთ თქვენ საკვებ რაციონში ცხიმების რაოდენობა, დაიყვანოთ მინიმუმამდე და არ დაგავიწყდეთ აუცილებლად დიდი რაოდენობით წყლის მიღება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უარი ვთქვათ მავნე ჩვევებზე, როგორც არის ალკოჰოლის ჭარბი მიღება, სიგარეტის მოხმარება და არასწორი ცხოვრების წესი. ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მსხვილი ნაწლავის პოლიპებს და სიმსივნეს არ ეხება, ზოგადად თუ გნებავთ რომ ჯანმრთელები იყოთ, ეს ორი რამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. გარდა ამისა, უნდა იყოთ ფიზიკურად აქტიურები, ივარჯიშოთ, იცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით, ბევრი იმოძრაოთ ფეხით, აკონტროლოთ თქვენი წონა და რეგულარულად ჩაიტაროთ მსხვილი ნაწლავის სკრინინგული კვლევა. განსაკუთრებით თუ თქვენ ხართ 50 წელს გადაშორებული. იმედია არაფერი არ გამოგვრჩა ბატონებო. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თქვენ კი გახსოვდეთ რომ თქვენი ჯანმრთელობა თქვენსავე ხელშია. ნინო, წელიწადის რომელი დრო გიყვარს ყველაზე მეტად? მე კი ვიცი, მაგრამ მაინც მითხარი. ზაფხული ხო? ეხლა ჩემი დროა. შენ მარტო არ ხარ. ზაფხული ბევრი ადამიანისთვის მართლაც საყვარელი სეზონია. თქვენ შეიძლება გიყვართ, მაგრამ დამიჯერეთ, რომ წელიწადის ეს დრო თქვენს ვენებს მაინც და მაინც არ ეხატება გულზე. ზაფხული და სიცხე საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ქრონიკული ვენური დაავადებების მქონე პაციენტებს სიმპტომები გაუმწვავდეთ და ტკივილი მოემატოთ. ასეთი ტკივილი, დაღლილობა და სიმძიმის შეგრძნება განსაკუთრებით გავრცელებულია ქვედაკიდურებში. ფეხების ტკივილი არც ჩვენი სტუმრისთვის არის უცხო, მიესალმეთ უმშვენიერესი, ულამაზესი, მომხიბვლელი, მომღერალი ლელა წურწუმიანი. გამარჯობა ლელა. რა თქმა უნდა, ბახმაროს წყალი თან ზაფხულია, მაგრაც ხელა, შველის ყველაფერს უხდება. ვიცი რომ ქვედაკიდურების ტკივილმა მოგიყვანა ჩვენთან. მოდი მოგვიყევი, ხა როდის, რატო დაგეწყო, რა პერიოდში უფრო გიმწვავდება ეს ყველაფერი? ძირითადად ეს პრობლემა მაწუხებს მგზავრობის დროს. დიდხანს ჯდომის დროს, წნევის ცვალებადობის დროს, დაუშვათ იმ ქვეყანაში, სადაც არის სინესტე, გრძნობს სიმძიმეს შეშუპებას. იცით როგორი შეგრძნება მაქვს, აი თითქოს აი ვენები გეწურება და აი დაღლილობის შეგრძნება არის ძალიან ესეთი მძაფრი. მე არ შემიძლია საშუალო ქუსლი, ან უნდა იყოს სულ დაბალზე, ან უნდა იყოს ძალიან მაღალზე. ხა ჩვენ იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებ, იმიტომ რომ კონცენტრირება აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე მაქვს, მაგრამ რა ჩამოვდივარ უკვე, მე ღამე ეს ტკივილი იწყება აუცილებლად. ის სიმპტომები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, ძალიან გავს ვენურ უკმარისობას. მე აგიხსნით ახლა თუ რას ნიშნავს ეს ვენური უკმარისობა. როდესაც სისხლი კიდურებიდან ზემოთ ადის, ეს ნიშნავს იმას, რომ მას უწევს დედამიწის მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ გადაადგილება. ეს მოძრაობა რომ უფრო მარტივი გახდეს და სისხლი უკან არ ჩამოედინოს, ვენების შიგნით არსებობს სპეციალური სარქველები. ეს სარქველები იკეტება და სისხლის უკუდინებას ხელს უშლის. ხედავთ, ხო, ქვემოდან ზემოთ გადაადგილდება, ხოლო ზემოდან ქვემოთ ნაკაც უკვე სარქველი უშლის ხელს რომ წამოვიდეს. ხანდახან ეს სარქველები სუსტდება და კარგად აღარ მუშაობენ და სისხლის მოძრაობის პრობლემა იქნება. აი აქ ხედავთ ახლა ჩვენ ვენებს და სწორედ აი აქ განთავსებული ამ ვენებში განთავსებული სარქველის უკმარისობის გამო ხდება სისხლის გარკვეული ნაწილის ჩამოდინება, ასე ვთქვათ, ქვედაკიდურების მიმართულებით, როდესაც ეს სარქველები კარგად არ მუშაობს. ეს იწვევს ზუსტად ფეხებში სისხლის დაგროვებას და იმ სიმპტომებს, რომელიც ლელამ გითხრა, ეს არის სიმძიმის შეგრძნება, შეიძლება ტკივილიც იყოს, სიმხურვალის შეგრძნება და ასე შემდეგ. ეს სიმძიმის შეგრძნება განსაკუთრებით გამოხატულია ქვედა ნაწილებში, ქვედაკიდურებზე, აი დაახლოებით კოჭების მიდამოში. ამ ულაჟისთვის დიდი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს. ცოტა ხანში ექიმებში ადრენალინის მოზღვავება. ფეხების გადაღლა და ტკივილი თითქმის ყველას გამოგვიცდია და მეთანხმებით, მაგრამ საინტერესოა, სად გადის ზღვარი უბრალოდ დისკომფორტსა და უკვე სერიოზულ სამედიცინო მდგომარეობას შორის. მოდით სპეციალისტს ვკითხოთ და მოვისმინოთ მისი პასუხი. მიესალმეთ პროფესორი, სისხლძარღვთა ქირურგი მამუკა ბოკუჩი. ეს გონია რომ ეს ვენების პრობლემა ზედმეტად ქალების პრობლემაა ხომ. პირველ რიგში მაინტერესებს კაცებს თუ აწუხებთ ხოლმე იგივე პრობლემა. ქალებს უფრო ხშირად აქვთ ეს პათოლოგია, რა თქმა უნდა, მამაკაცების პრობლემაც არის. საერთო სტატისტიკული მონაცემებით 60 წელზე ასაკის პოპულაციაში დაავადების სიხშირე 70%-ს აღწევს, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. დროული მკურნალობა მართლაც საინტერესო საკითხია. როდის უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ უნდა მიმართოს ექიმს? აი მაგალითად ლელამ რაც ჩამოთვალა, ეს სიმპტომები არის იმის მანიშნებელი, რომ უკვე უნდა მივიდეს ექიმთან თუ შეიძლება რაღაც პატარა თვითმკურნალობით დაკავდეს. თავი ცხოვრების და იმ რისკ ფაქტორების გამორიცხვა, რომელიც გარდა იმისა, რაც ჩამოთვალეთ, ეს არის ჭარბი წონა, გენეტიკური ფაქტორი
ქალბატონებში რატომ არის უფრო ხშირი, იმიტომ ეს ორსულობაც არის ერთ-ერთი რისკიც და მშობიობა დამეთანხმებით ხავთ, რომ ეს არის ეს რისკ ფაქტორი ორსულობის რაოდენობებიც. გარდაუვალი პრობლემა არის, როგორც მივხვდი. გამომდინარე ჩვენი ცხოვრების წესიდან. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ის რეჟიმი, რომელიც საერთოდ გვაქვს, მაგ დავაბალანსოთ აქტივობით. ანუ თავისუფალ დროს ჩვენი ესეთი რუტინული საქმიანობიდან შევეცადოთ ან მივარჯიშოთ, ან ვირბინოთ, ყველაზე კარგი სურვა. გარდა ამისა, სულ რამოდენიმე წლის წინ ჩატარდა საერთოდ ესეთი საერთაშორისო კვლევა, მათ შორის ქართულ ფარმას მივიღეთ მონაწილეობა და სწორედ იმ კვლევით სტატისტიკური მონაცემებით გაირკვა, რომ ზოგადი პროფილის ექიმთან მისული 10 პაციენტი და აბსოლუტურად სხვა პრობლემით აღმოჩნდა, რომ 10-დან 8-ს გააჩნია ქრონიკული ნორმალდაავადების სხვადასხვა ფორმა. ბატონო მამუკა, ეს ისეთი თემა არის, რომელსაც ჩვენ მაყურებელთან ერთად ჩვენ ძალიან ყურადღებით გისმენთ, იმიტომ რომ სულ ყველანი ვართ ისეთი პროფესიის წარმომადგენლები, თქვენც მათ შორის, რომელიც ამ დაავადების რისკ ჯგუფს მივეკუთვნებით, ასე ვთქვათ. აი, ისეთი მარტივი რამე რეკომენდაცია თუ არსებობს, როგორ შეიძლება გავივარჯიშოთ, თქვათ, იგივე სამსახურის პირობებში, ხო, რაღაცა პაუზის შემთხვევაში. თუ ვერ ახერხებელ ადგომას, თქვათ, 1 საათი, საათნახევრი ჯდომის შემდეგ ერთ წუთიდან წუთნახევრით მაინც რომ გაიარ-გამოიარნე იგივე სამუშაო ოთახში, მაშინ მეუბნებით იმას, რომ ეს კანჭის კუნთების მოძრაობა, რომელიც ყველაზე მთავარ როლს ასრულებს ვენური სისხლის უკუდენაში, ეს კანჭის კუნთების მოძრაობა მაინც გააკეთო და მდგომიან გზნობრივად. იგივე რეკომენდაციები მგზავრობის დროს, აი მგზავრობა ახსენა ლელამ და თვითფრინავში, როდესაც აი მწნევის ცვალებადობის გამო განსაკუთრებით არის გამოხატული ეს პრობლემა, სულ გვირჩევენ ხოლმე, რომ ადექით გაიარ-გამოიარე თვითფრინავში. თუმცა არასდროს თვითფრინავში იმის ადგილი არ არის, რომ ადრე და გავიარ გამოვიარე. თუმცა შეამჩნევთ იგივე ფრენის დროს, რომ ყველა დიდი აეროპორტში ყველგან იყიდება ელასტიური ტრიკოტაჟი. განსაკუთრებით ხანგრძლივი ფრენის დროს ეს არის პირველი რეკომენდაცია, წინდა ტრიკოტაჟი და მეორე, თქვათ, ის რამეთად შეიძლება თქვა სალონში. ეგრეთ წოდებული ელასტიური გეტრებს რო ეზარია, ხო? მოკლედ ფეხების ტკივილი რა დროს წამოგეწევა ზაფხულში თუ შემოდგომაზე, კაც მარიცის. ამიტომ მე გავიგო, რომ თქვენ ერთი საინტერესო წამოწყება გაქვთ სავაჭრო ცენტრებსა და ისეთ საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ხალხს ბევრი სიარული უწევს, მოძრავი ჯგუფები დადიან და ადამიანებს დახმარებას იქვე უწევენ. მოდით ვნახოთ ვიდეოზე ეს ყველაფერი. კამპანია ვენების სასწრაფო დახმარების მიზანია დაეხმაროს მოსახლეობას დროულად მიაქციოს ყურადღება ისეთ ჩივილებს, როგორიც არის სიმძიმე, ტკივილი, შეშუყება ქვემოკიდურებში, რადგან აღნიშნული ჩივილები ეს არის ქრონიკული ვენური დაავადების ადრეული ნიშნები. ჩვენ ეს კამპანია დავიწყეთ განსაკუთრებით ზაფხულში, რადგან სწორედ ზაფხულში ვლინდება ქრონიკული ვენური დაავადების სიმპტომები და თბილისის წამყვან სავაჭრო ცენტრებში, დასვენების დღეებში გვაქვს პუნქტები ვენების სასწრაფო დახმარება, სადაც ნებისმიერ მსურველს სრულად უსასყიდლოდ სპეციალური მარტივი ტესტ-კითხვარის საშუალებით უდგინდებათ ქრონიკული ვენური დაავადების განვითარების რისკი, ასევე ვაძლევთ რჩევადარიგებებს, რეკომენდაციებს, რომლებიც დაეხმარება თავიდან აიცილონ შემაწუხებელი ჩივილები და სიმპტომები, რომელიც ვლინდება ქრონიკული ვენური დაავადების ადრეულ სტადიაზე და თავიდან აიცილონ გართულებები, რაც ახლავს ქრონიკულ ვენურ დაავადებას. ჩვენ დარბაზში კიდევ ერთი უმშვენიერი ქალბატონი ყავს, მსახიობი ნინო კასრაძე, ხოთ მიესალმოთ. მოდი კითხავ პირდაპირ. შეუწუხები ხარ თუ არა ამ პრობლემას? შემიძლია წინასწარ გითხრა, რომ კი შეუწუხებია, იმიტომ რომ ის მსახიობია. აუცილებლად შეაწუხებდა. დაგეთანხმებით, რომ მეც შეუწუხები ვარ, ჩემი კოლეგებიც შეუწუხები ამ პრობლემას, ქალებიც და კაცებიც. რა თქმა უნდა, მეც მქონია ესეთი პერიოდი და როგორც ბატონმა მამუკამ თქვა, მე იცით, არა მარტო თვითფრინავში ისედაც ჩამიცვამს გამომიყენებია ელასტიური წინდები, აი როდესაც განსაკუთრებულ სიმძიმეს გრძნობ, აი მუხლის უკანა მხარეს, წვივების მხარეს ჩამიცვამს მე თვითონ და შვებაც მიგრძნია. შეკითხვა მაქვს. რამოდენიმე წლის წინ ჩვენ ვიყავით კარლოვი ვარის მსგავს კურორტზე ჩეხეთში და იქ მკურნალავმა ექიმა თქვა, რომ რატომ არ იყენებთო გარკვეულ პრეპარატს პროფილაქტიკის მიზნით. აი ჩვენო 10-15 წელი თითო აპს ვღებულობთო ძილის წინ. გვაწუხებს, არ გვაწუხებს. ეს მიღებული პრაქტიკაა, შეიძლება რაღაცა პრეპარატი წლების მანძილზე სვა, იმიტომ რომ თქვენს რომ როგორი სისხლძარღვებიც გაქვს, ისეთი ცხოვრება გაქვს. დიდი მადლობა ნინო. რა უნდა გააკეთოს იმ ადამიანმა, ვისაც ეს პრობლემა თუნდაც საწყის ეტაპზე აწუხებს, თუნდაც PC პირველი სიმპტომები გამოჩნდა. ის პაციენტები, რომლებიც წლების განმავლობაში უკვე ექიმთან გადიან ხოლმე კონსულტაციებს, აი როგორც ქალბატონი ბრძანა, რა თქმა უნდა ისინი როგორც კი იწყება სეზონი, ასე თქვენ ქონდათ საუბარი, თბილი სეზონი როგორც კი იწყება, იწყებენ პრეპარატის მიღებას. დეტალებზე საუბარი, რომლის პრეზენტაციაშიც მოგვეხმარა ჩვენი ამერიკელი ძალიან ცნობილი კოლეგა ენტონი კამეროტა. ეხლა ახალი დოზა არის 1000 მგ-ი. 1000 მგ-ი ჩვენთვის რუტინული დოზა 1000 მგ-ია, ჩვენ როგორც წესი უნიშნავთ პაციენტს დღეში ორჯერ ორ აპს სადილის დაბახშვის შემდეგ. მოსახერხებელი იმ თვალსაზრისით, რომ
აბი ილევა დღეში ერთხელ. ყველა იმ სიმპტომიდან გამომდინარე, რაც ბრძანეთ, შეგიძლიათ ექიმის დანიშნულების გარეშეც მიიღოთ. ეს არ არის რეცეპტურის რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ? ეს ზაფხულის პერიოდში 3-4 დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ. საერთოდ მკურნალობა ამ დაავადების არ არის ერთი რომელიმე არჩევითი მეთოდი. ეს არის კომპლექსური, რამოდენიმე მეთოდის ერთობლივი გამოყენება, კომპრესიული თერაპია, მედიკამენტოზური თერაპია და ქირურგიული თერაპია და ადგილობრივი თერაპია, თქმა უნდა. ჩვენ იცით ბატონო მკვდარ რომ თქვენ აქ მარტო არ მოსულხართ და შეგვიძლია ამ მედიკამენტოზი მკურნალობის პარალელურად მაყურებელს მივცეთ რჩევები და ვასწავლოთ ის ვარჯიშები, რითაც შეიძლება შეიმსუბუქოს მან თავი ეს მდგომარეობა და ხელი შეუწყოს რომ ეს პრობლემა აღარ განმეორდეს და აღარ გაღრმავდეს. მიესალმეთ ვენების სასწრაფო დახმარების კონსულტანტი ნანა გორგილაძე. ველას ავიდა ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად. ველას აქვს ზუსტად ის შივილები, რომელიც შეიძლება იყოს საწყისი ეტაპი ამ დაავადების გამოვლენისა. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ჩვეულებრივ ყოფით პირობებში, როგორ გაიმარტივოს მდგომარეობა, როგორ შეიმსუბუქოს თავისი, თქვათ, არსებული სიმპტომატიკა და რა ვარჯიშები შეიძლება შემოგთავაზოს. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა, რაც გულისხმობს სპორტით აქტიურად დაკავებას, ეს არის ცურვა, სეირნობა, თუმცა თუ ვერ ვახერხებთ ჩვენ ცხოვრების წესიდან გამომდინარე, დიდხანს გვიწევს დგომა, შეგვიძლია ძალიან მარტივი ვარჯიშები შევასრულოთ, რომელსაც თავისუფლად შევუთავსებთ ჩვენ ცხოვრების წესს. მაგალითად, ვზივართ, ფეხები ერთად შევატყობოთ, წვერის და ქუსლის მონაცვლეობით შეგვიძლია მარტივად ძალიან ვავარჯიშოთ ტერფი, რაც დაეხმარება ჩვენს ვენებს სისხლის უკოდინებაში. შეგიძლიათ 15-ჯერ 20-ჯერ გააკეთოთ ეს ვარჯიშები და რამდენჯერმე დღის განმავლობაში, თუნდაც მგზავრობის განმავლობაში. ასევე ძალიან მარტივია ტერფის წრიული მოძრაობა. დიახ, სხვადასხვა მიმართულებით, ერთი, შემდგომ მეორე. ძალიან კარგი, ესეც 15-20 შეგიძლიათ გაიმეოროთ რამდენჯერმე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დიდხანს ჯდომისას მაქსიმალურად ჰორიზონტალურად რო განათავსოთ ფეხები, იმ სიმაღლეზე იყოს ფეხი, რა სიმაღლეზეც ჩვენ ვზივართ, ხო. გაშლილ მდგომარეობაშიც შეგვიძლია ტერფების ვარჯიში, თუ არის შესაძლებელი მაკრატელის მსგავსი ვარჯიშების გაკეთება და ყველაზე კარგი ჯდომისას სიარული. ადგეთ, გაიაროთ, გამოიაროთ. შეგიძლიათ რა თქმა უნდა მდგომარეობაშიც შეასრულოთ და დღეში რამდენჯერმე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს. ბატონო მამუკა, უღრმესი მადლობა. ლელას დიდი მადლობა. ხა ბატონ ნინო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ სწორი შეკითხვებისათვის და იმედი მაქვს, რომ ვენური პრობლემების თავიდან აცილებას შეძლებთ, დროულად მიმართავთ ექიმს და ჩვენს რჩევებსაც გაითვალისწინებთ. ჩვენ ამ გადაცემაში არაერთხელ გვითქვამს, რომ ადრენალინი ძალიან ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს ჩვენი ორგანიზმისათვის. ადრენალინის მოზღვავებას კი ისეთი თავგადასავლები იწვევს, როგორიც ცოტა ხნის წინ ჩვენმა ნინომ გამოსცადა. ის რის გაკეთებასაც ახლა ვაპირებ, არასდროს გამიკეთებია ცხოვრებაში და მართალი რომ გითხრათ, არც მეგონა რომ როდესმე ამის გაკეთება შევძლებდი. მაგრამ დღეს სპეციალურად გადაცემა ექიმებისთვის მე აი ამ სიმაღლიდან პარაპლანით უნდა გადმოვხდე. მისურვე წარმატება. სათხარ? კი. სამთვალზე. 1, 2, წავიდა. წავედით. ავიდა სირბილი. Sweet and sour drink and music is my aeroplane. It's my aeroplane. Pleasure spike with pain. That motherfucker's always spike with pain. Looking in my own eyes, hey Lord, I can find the love I want. Someone better slap me. მაგარი გოგო ვარ. მართლა გამიშთა სურვილი რომ ეს ახლა ვიფრინო ეგ, მაგრამ მე მგონი ესეც წყარად ვერ ვიფრინე, ის გურული ღრიალი იქნება აერში, მაგრამ ძალიან მაგარია. მაგრამ თავიდან ცოტა მეშინო და იცი, ვითომ ეს ამაყად ვიყავი და მედგრად, მაგრამ
აი, როდესაც ფეხებს მოწყვეტა ანუ რო გაფრინდები, აი ეს არის საოცარი შეგრძნება. ფრენა ხო გონია რომ ყველაფერი შეგიძლია ქვეყანაზე. ერთად წავიდეთ, მე ვიფრინოთ კიდე, აი ლევანი მას გამოთქვა სულ. თქვენი ფრინეთ. შენ ჯობია იარო ხო? მე მიწაზე მერჩევნია მყარად დგომა. ის რაც ნინომ გამოსცადა იყო ადრენალინის მოზღვავება. გარეგნულად რაც ხდებოდა, ყველამ დავინახეთ, მაგრამ ამ ყველაფერს ეფექტი სხეულის შიგნითაც ჰქონდა და უფრო მეტი ეფექტი ვიდრე ჩვენ ვიდეოში ვნახეთ. მოდი ვნახოთ რა ხდებოდა ამ დროს ნინოს სხეულში. როცა რაღაც ამაღელვებელს ვაკეთებთ, თირკმელზე და ჯირკვლები, რომლებიც ზუსტად მდებარეობენ თირკმლის თავზე, ჩვენ ტვინიდან იღებენ სპეციალურ სიგნალს, რომ გამოყონ ადრენალინი. სამედიცინო ტერმინოლოგიაში ამას ნორადრენალინს უწოდებთ. სწორედ ეს პროცესი იწვევს გულის აჩქარებას, არტერიული წნევის მომატებას, ოფლის გამოყოფას და ყველა სხვა რეაქციას, რაც ექსტრემალურ ქმედებებს თან ახლავს ხოლმე. თუმცა ეს არ არის ყველაფერი. მას შემდეგ, რაც ეს აღელვება დაწყრება, ჩვენ ტვინი კიდევ ერთ რამეს აკეთებს. ჰიპოფიზი გამოყოფს ჰორმონებს, რომლის წყალობითაც თავს ძალიან წყნარად, მშვიდად და ბედნიერად გრძნობთ. დარწმუნებული ვარ, ეს ყველა ჩვენთანგანს გამოუცდია. მაგალითად, როდესაც გამოსვლას ჩააბარებთ, სიტყვით გამოსვლას დავასრულებთ, არა იმეს სხვა მნიშვნელოვან და ამაღელვებელ საქმეს მოურჩებით, მაშინ რომ გვეუფლება ეს არაჩვეულებრივი შეგრძნება, რომელიც რაღაც სიმშვიდის და სასიამოვნო შეგრძნებების რაღაც ნაზავია. ეს არის ადრენალინის დაწყრობის მომენტი. სხვათა შორის არ არის აუცილებელი რომ გადმოხდე მაინც და მაინც პარაპლანით იფრინო ჰაერში, ასეთივე ამაღელვებელი სიტუაციები საკუთარ თავს შეიძლება შეუქმნათ ატრაქციონზე დაჯდომით, კარტინგით გასეირნებით და ასეთი პატარ-პატარა რაღაცებით. თავარია ეს ყველაფერი გააკეთოთ უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. ექიმები კი ერთი კვირით გემშვიდობებით. ნახვამდის.